საღამომშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს არის გადაცემა საქმიანი ადამიანები, მე მისი წამყვანი მამუკა ლიპარტელიანი. დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი მყავს სტუდიაში. მრავალი საინტერესო პროექტების, პროგრამების ავტორი, შემსრულებელი, მენეჯერი, დიასპორული ორგანიზაციის დამფუძნებელი, თვისტომის ორგანიზაციის დამფუძნებელი ბატონი ნიკოლოზ ჩხეიძე არის დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი. ნიკოლოზ, გამარჯობა, მოგესალმები, მადლობა ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. მოკლედ, მე როგორც ვიცი, თვისტომის ორგანიზაცია დაახლოებით 2 ათეულ წელს ითვლის, რაც არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქართული დიასპორული ორგანიზაცია. და რა თქმა უნდა, ბუნებრივია ძალიან ბევრი პროექტები და პროგრამების ავტორი და ესე ვთქვათ, ნავსაყუდელი არის ეს ორგანიზაცია და თქვენ ძალიან ბევრ საინტერესო პროგრამებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გადაცემა არ გვიყოფა ამ თემაზე სასაუბროთ, მაგრამ მნიშვნელოვანია რა ამოცანებს, რა მიზნებს ემსახურება ეს ორგანიზაცია და როგორ მოვიდა დღემდე 20 წელი პატარა დრო არ არის ნამდვილად. როგორ მოვიდა დღემდე ეს ორგანიზაცია და მოკლედ ვისაუბროთ ამ თქვენი ორგანიზაციის შესახებ. უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ გადაცემისთვის, რომ მეძლევა საშუალება ვისაუბრო იმ ორგანიზაციაზე, რომელიც მართლაც 20 წელია უკვე არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც ქართული სათვისტომო ორგანიზაცია, დიასპორალური ორგანიზაცია. თვისტომი შეიქმნა 2003 წელს. თავარი იდეა ამ ორგანიზაციის გახდათ ქართული გამბნეული არაორგანიზებული დიასპორისგან შეიქმნას ერთიანი ძლიერი, კარგად ასე ვთქვათ, შეკრული სათვისტომო, რასაც ამერიკაში ethnic community ქვია. შესაბამისად, აი ამ კატეგორიას აქვს თავისი კრიტერიუმები, რომ სათვისტომო გეწოდოს, უნდა კონდეს შენი ფიზიკური მისამართი, უნდა კონდეს შენი სერვისები, რასაც უწევს შენ სათვისტომოს, ასევე უნდა კონდეს გარკვეულწილად შენი მედია საშუალებები, რასაც აუცილებს შენ ინფორმაციას შენ სათვისტომოს წევრებთან, რასაც პრინციპში ასოციაცია თვისტომი აკმაყოფილებს. თავარი იდეა სწორედ ქართული ემიგრაციის შეკრა გახლავთ და რა თქმა უნდა ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, თვითონ ემიგრაცია საკმაოდ ესეთი ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესია ბევრი ქართველისათვის და სწორედ ერთ-ერთი ფუნქცია ამ ორგანიზაციის იყო და არის ის, რომ შეუმსუბუქოს ქართველ ემიგრანტებს ადაპტირება ადგილობრივ სოციუმთან. ადგილობრივ უცხო გარემოსთან, უცხო წესებით, უცხო ტრადიციებით, უცხო რეგულაციებით და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აი სწორედ ესეთი ნიადაგი მოვამზადოთ და ასეც საკეთებდა მთელი წლების განმავლობაში ასოციაცია თვისტომი, თუმცა ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში თქვენ მოგეხსენებათ, რომ რამოდენიმე ათეული კი არა, ალბათ ასეული 1000 ქართული ემიგრანტი შემოგვიერთდა. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ზოგადად სიტუაცია დახვდა ამ პროცესებს მზად, იმიტომ რომ საკმაოდ მყისიერად მოხდა ახლა ეს შეუმატება და შესაბამისად ჩვენი რაოდენობა ქართული ემიგრანტებისა გაიზარდა ჯეროვნად, ანუ დაახლოებით 4-ჯერ 5-ჯერ ალბათ. რაც შესაბამისად იწვევს საკმაოდ დიდ გამოწვევებს ზოგადად ჩვენ არსებულ ემიგრაციას, თავისთავად. ეხლა ჩვენი მთავარი მიზანი მაინც ის არის, რომ ის რაც ჩვენ გავიარეთ ძველმა ემიგრაციამ, რომელიც 20-25 წელია უკვე აქ არის და მეტი, მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ ახალ ჩამოსულებს, რომ ის გზა რაც ჩვენ გავიარეთ, მათ არ მოუწიოს იგივე გზის გავლა და ალბათ ყველა ემიგრანტის თავისი მოწოდება ეს უნდა იყოს, რომ თანამემამულე იგივე პრობლემებში არ ამოყოს თავი და იგივე პრობლემები არ შეხვდნენ, ხო? და ჩვენს პრინციპში ვცდილობთ იმას, რომ სწორედ ესეთი გარკვეული კონსულტაციები და დაკვალიანება მოახდინოთ ახალი ემიგრანტები. თქვენ ხართ ხო დამფუძნებელი სანიკა ორგანიზაციის და ხელმძღვანელობთ ამ ორგანიზაციის ამდენი წლებია. მაინტერესებს კონკრეტული პროგრამებით, ანუ რა თანამშრომლობა გაქვთ თქვენ ადგილობრივ თვითმმართველობებთან, ბრუკლინის მერიასთან, იგივე ნიუ-იორკის მერიებთან, ან რაიმე აი ამ კუთხით როგორ არის თქვენი აქტივობები ორგანიზაციის და მეორე კიდე მინდა კითხვა დავსვა, თუ არსებობს კიდევ ქართულ დიასპორაში ესეთი პლატფორმის ორგანიზაცია კიდე სხვა, რომელიც თქვათ რაღაც თანამშრომლობით, თქვათ ან ერთობლივ პროექტებზე გიმუშავიათ, ან რაიმე თქვათ გეგმება რაიმე მომავალში თქვათ ერთობლივი რაიმე სხვა ქართულ ორგანიზაციებთან, ანუ ეს კოალიცია თუ არსებობს ქართულ რეალობაში. ხო, ქართულ რეალობაში ქართული კოალიციის შექმნა საკმაოდ
რთული ამოცანა არის, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილიც ეს იყო და დღემდეა გახლავთ, არსებობს. რაც შეეხება თვითონ ორგანიზაციულ სტრუქტურას, ესეთი ტიპის ორგანიზაცია, როგორც თვისტომი არის, მე ვერ ვიტყოდი, რომ არსებობს, იმიტომ რომ ჩვენ მრავალ ხრივ, ასე ვთქვათ, მრავალფუნქციონალური ორგანიზაცია ვართ, სათვისტომო, რასაც ქვია, ვინაიდან ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს წევრებს, ანუ ჩვენ სათვისტომოს წევრებს, სამედიცინო მომსახურებას, სოციალურ დახმარების პროგრამებს, იურიდიულ მომსახურებას, დაკვალიანებას, ასევე სხვადასხვანაირ პროგრამებში მონაწილეობას, ესე იგი მედია პროგრამები, სამედიცინო პროგრამები თუ სხვადასხვა, ასე ვთქვათ. და შესაბამისად ესეთი ტიპის ასე ერთიან თუ აერთიანებს არ არის. თუმცა რა თქმა უნდა არსებობს სხვა ქართული დიასპორალური ორგანიზაციები, მათ შორის არაჩვეულებრივად მომუშავე და ძალიან მნიშვნელოვანი ქართული კულტურის ცენტრები, არსებობს საკვირაო სკოლები, ქართული ეკლესიები და მაგრამ ისინი უფრო ვიწრო პროფილით, ანუ კულტურული ხო, თავის კი კულტურული პროექტები და პროგრამები. ჩვენ შემთხვევაში ხო, აქ სამედიცინო თემაზეც მინდა აქცენტები გააკეთო ნიკა, იმიტომ რომ ჯანდაცვის თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ემიგრანტებისთვის, მეტუმეტეს როცა ჩვენს არალეგალ ემიგრანტებს ან დაზღვევის გარეშე უწევთ აქ გაჩერება და სამწუხაროდ მათ ჭირდებათ, ყველას ჭირდებათ დღეს ეს სამედიცინო სერვისები და მithumetes თქვენ გაქვთ ეს დიდი გუნდი პროფესიონალების, რომლებიც მუშაობენ ამ კუთხით თვისტომში და ამასაც კი ბატონო, მე ცოტა შორიდან დავიწყებ. სწორედ ერთ-ერთი წამყვანი სერვისი თვისტომში გახდათ, სათვისტომო ორგანიზაციაში თვისტომის სამედიცინო ჯგუფი, რომელიც დავიწყეთ ერთად ჩვენ გუნდთან ერთად, ჩვენი მეგობარი, ჩვენი ერთი დიდი ოჯახის წევრი ირინა მიქაბერიძე ედგა სათავეში ამ ყველაფერს. თავის დროზე და ძალიან დიდი შრომა არის გაწეული, ვინაიდან როგორც მოგეხსენებათ, ძველ ემიგრაციაში ძალიან ცოტას თო ქონდა სამედიცინო დაზღვევა და ეს ადამიანები არ იყვნენ დაშვებული, ვისაც არ ქონდა დაზღვევა სხვა იმ სამედიცინო პროგრამებზე, რომელიც მათ ჭირდებოდათ. მე ძალიან ვიტყოდი ახლა, რომ საკმაოდ რთული მდგომარეობა არის დღეს, აი ამ მთელი 20 წლის გადმოსახედიდან, ვინაიდან ჩვენთან თავი აქვს მოყრილი ათასობით ქართველი ემიგრანტის ჯანმრთელობის ასე ვთქვათ სტატუსის ფაილს ბაზას როგორ ქნით ამ ბაზას ეს წლების განმავლობაში შეგროვებული ბაზა არის რომელიც ჩვენთან მოდიოდნენ პაციენტები იმ პროგრამაზე რომელიც ჩვენ სპეციალურად შევქმნით ქართული ემიგრანტებისთვის ეს არის სამედიცინო სკრინინგი რომელშიც შედიოდა პირველ რიგში უფასო მკერდის მამოგრაფიის პროგრამა სადაც მთლიანად შემოწმება და მე მისი მკურნალობა თუ კი რაიმე აღმოჩნდებოდა ამ შემთხვევაში იყო სრულად უფასო. ეს წლების მანძილზე ესე იყო და მინდა სიამაყე თქვა რომ ჩვენმა გუნდმა არაერთი ათეული ქართველი მანდილოსანი გადაარჩინა ამ უბედურებას და ვამაყობ კიდევაც იმით რომ ეს ჩვენმა ორგანიზაციამ შეძლო და გააკეთა. თუმცა ჩვენ ვიცით რა რომ და ვიცოდით თავისთავად რომ იმ სამუშაო რეჟიმში რომელიც ქართველი ემიგრანტები არიან საკმაოდ რთულია ხშირად გამოხვდი და შეიმოწვა ჩემ ჯანმრთელობის მდგომარეობა, მიხვიდე ექიმთან, განსაკუთრებით მაშინ განცდა. ეხლაც ასე არის, რომ ვინც მუშაობს ოჯახებში, მათ თვეში ერთხელ თუ აქვს საშუალება, ზოგს ამ თვეში ერთხელ გამოსვლისა და აქედან გამომდინარე, ჩვენ ქონდა არაერთი кейსი, როდესაც სამწუხაროდ წლებია აქ მყოფნი ადამიანების, რომლებსაც ერთხელაც კი არ უნახეთ ექიმი. აქედან გამომდინარე, არიან დაკავებულები თვითმკურნალობით და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არის. სამწუხაროდ არაერთი შემთხვევა არის გართულებული პროცესების, გართულებული кейსების და გარდაცვალების, ვინაიდან ხშირი ონკოპაციენტებიც ხო? რაც შეეხება ონკოპაციენტების თემას, ეს ცალკე თემა, იმიტომ რომ ძალიან მოხშირდა ეხლა, მე ამაზეც ვისაუბრებ. ბარიღამაში აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ სპეციალურად შევიმუშავეთ ონკომარკერების სკრინინგი, სადაც ფაქტიურად 5, 6 და 7 ასე ვთქვათ ონკომარკერს ვამოწმებთ და ნუ ეს გარკვეულწილად გვაძლევს იმ ინფორმაციას, რომ რას მივაქციოთ ყურადღება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩატარება, იმიტომ რომ მართლაც დღეს ძალიან მოხშირებული არის სიმსივნური დაავადებები და ასაკიც გაახალგაზრდებულია. მე მაინც მიუბრუნდები იმ თემას, რომ ეს სკრინინგი, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, უნიკალურია, ჩვენ შევქმნით სპეციალური ასე ვთქვათ პროგრამა ულტრაბგერითი დათვალიერება მთელი ორგანიზმით, სადაც შედის საკმაოდ ბევრი ორგანო, რაც კი შეიძლება დათვალიერდეს, ასე ვთქვათ ულტრაბგერის მეშვეობით, ეს ყველაფერი ხდება ერთ ლოკაციაზე, ერთ საათის განმავლობაში, ერთი და იგივე ანუ გარემოში და ამას აკეთებს ქართული სპეციალისტები, შესაბამისად ჩართული არიან ქართული ექიმები და არა მარტო ქართული ექიმები
და უკეთება რა თქმა უნდა გაფართოებული სისხლის და შარდის ანალიზი, რომელიც ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ სრული წარმოდგენა ვიქონიოთ ჩვენი ემიგრანტის ზოგადად მდგომარეობაზე. და კიდევ სხვა დამატებითი ტესტები არის და აი ამის საფუძველზე სწორედ, რაც მე ჩვენ გვაქვს, ჩვენ უკვე შეგვიძლია ვიმსჯელოთ თუ რა პრობლემები აწუხებს დღევანდელ სათვისტომოს. უმნიშვნელოვანეს თემას შევეხები, ეს არის ის პრობლემა, რაც ყველას ჩვენ გვაწუხებს. ეს არის ექიმიდან ექიმამდე, ანუ ვიზიტებს შორის პაციენტების ჯანდაცვის მდგომარეობის მონიტორინგი და კონტროლი. მოგეხსენებათ, რომ დღესაც ეხლა როცა ექიმთან მიდიხარ, მიიღებ დანიშნულებას და მე უკვე მეორე ვიზიტამდე იქ საკმაოდ რთულია მომენტი, რომ ვიღაცამ გააკონტროლოს შენ მდგომარეობა, ვიღაცამ მკითხოს, ანუ რამდენად ეფექტური არის მკურნალობა, როგორ წარიმართა ეს რამდენად ანუ იმოქმედა და რამდენად მუშაობს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ რა აი ამ საკმაოდ მძიმე ვითარებას, აი ამ უყურადღებობიდან გამომდინარე, ცუდი გაგებით არ ვამბობ მაგას მაგია სამედიცინო კლინიკებისგან, მაგრამ თვითონ სისტემა არის ესეთი, რომ ექიმის ვიზიტიდან ექიმის ვიზიტამდე, აი ეს მთელი პერიოდის განმავლობაში ფაქტიურად ადამიანი რჩება მარტო და განსაკუთრებით ის ადამიანები, ვისაც ის პაციენტები, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები. საკმაოდ რთული დაავადებები არის, ლაპარაკი არის ინსულტ გადატანილებს, ინფარქტ გადატანილებს, დიაბეტიან პაციენტებს, თირკმლის უკმარისობის პაციენტებს, COPD ვისაც აქვს და ასე შემდეგ. აი ამ პაციენტებს ჭირდება საკმაოდ სერიოზული და ესეთი მუდმივი ყურადღება და მონიტორინგი, რომ მათი მდგომარეობა გაკონტროლდეს და სწორედ ამისათვის ჩვენ შევქმნით კომპანია ახალი სამედიცინო ლოჯისტიკის კომპანია MedLife Logistics-ი, რომელიც დაკავებული იქნება უკვე აი ამ პროცესებით. ანუ ჩვენ ჩავატარებთ სპეციალურ კვლევებს, სპეციალურ სკრინინგებს, რის საფუძველზეც ჩვენ გამოვიტანთ დასკვნას თუ რა მდგომარეობაში ამადა იმ პაციენტის ჯანმრთელობა და იქიდან გამომდინარე თუ რა დიაგნოზი ექნება მას უკვე დაენიშნება ის გახდება ჩვენი კომპანიის კორპორაციის წევრი, იქნება სპეციალური საწევრო და ამის საფუძველზე ექნება მუდმივი, ასე ვთქვათ, ყურადღება და როგორ უნდა დაგიკავშირდნენ ეს ქართული ემიგრანტები ან MedLife-ის კორპორაცია? MedLife Logistics მონაცემები გაითება ვებგვერდი, ჩვენ გვაქვს შესაბამისი Facebook გვერდიც და თავისთავად გვაქვს ურთიერთობა სხვადასხვა კლინიკებთან, მიღებები იქნება ჩვენთან პარტნიორულ სამედიცინო კლინიკაში, რომელიც აქვე მდებარეობს Ocean Parkway-ზე, სულ რამოდენიმე ბლოკია აქედან და რა თქმა უნდა დაიწერება ჩვენი ტელეფონის ნომერი, რომელსაც შეუძლებთ დარეკონ და მოგმართონ იმ ადამიანებს, ვინც თვლის, რომ მათ სჭირდებათ მუდმივი ან პერიოდული მაინც სამედიცინო, ასე ვთქვათ, მონიტორინგი და კონტროლი. ცხელ ხაზზე მინდა ვისაუბროთ ისანიკა, თქვენ ცხელი ხაზიც მუშაობს თქვენს ორგანიზაციაში, ანუ 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ ქართველს შეუძლია ნებისმიერ პრობლემაზე დაგირეკოს და თქვათ მიიღოს ინფორმაცია სამედიცინო კუთხით თუ არა მარტო სამედიცინო. თუ ყველა საკითხს ამ პრობლემას ეხება ეს. რა თქმა უნდა, ცხელი ზარი. ეს ცხელი ხაზი არსებობს, დიდი ხანია არსებობს. ცხელი ხაზი არსებობს მრავალი წელია, ძალიან ეფექტურად იმუშავა იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ გავერთიანდით სხვადასხვა ადგილობრივ ორგანიზაციებთან და შევქმნით კრიზის ცენტრი COVID-ის პერიოდში და ალბათ ძალიან ბევრს ახსოვს, რომ ეს ცხელ ხაზის ნომერი, რომელიც მუშაობდა 24 საათის განმავლობაში, მასში ჩართული იყვნენ ჩვენი მეგობრები, ჩვენი გუნდის წევრები, 5 ადამიანი ნავიგატორი იყო ამ ტელეფონზე და შესაბამისად არც ერთი ზარი არ იკარგებოდა მას, ვისაც აინტერესებდა, თქვა, სოციალური პრობლემა ქონდა, თუ ჯანდაცვის პრობლემა ქონდა, თუ ფსიქოლოგიური პრობლემა ქონდა, თუ რაიმე სხვა პრობლემა, აი ეს ყველა ზარი, ყველა ეს მოთხოვნა ხდებოდა მისი ფილტრაცია და გადადიოდა იმ მიმართულებით, რაც თქვა, ამ პიროვნებას ჭირდებოდა. დღესაც ეს, რა თქმა უნდა, ხაზი არსებობს, 24 საათიანია, არის ის ნომერი ალბათ ყველას ახსოვს, ვინცაც გამოუყენებია, რომ ეს მარტივად ასამახსოვრებელია 888 232 8855. ანუ 888 ვიმეორებ 232 8855. ეს არის ცხელი ხაზი და ნებისმიერ ემიგრანტს, ნებისმიერი პრობლემით შეუძლია დარეკოს, მოგმართოს და ჩვენც მაქსიმალურად ჩვენი შეძლების დაგვარად, ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, გვერდში დაუდგებით და მხარში დაუდგებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ. ძალიან კარგი. მოკლედ ჩვენ სანამ ბატონიკა ვისაუბრებდით თქვენ სამომავლო გეგმებზე, მინდა ჩვენ ტელემაყურებელს ვუთხრა, რომ ბატონ ნიკოლოზ ჩხეიძე, გარდა იმისა, რომ ამ არაჩვეულებრივი პროექტების თუ ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია,
ის გახლავთ ამერიკაში პირველი დამოუკიდებელი დიასპორული ტელეკომპანიის მესამე ვიტყოდი დამფუძნებელი თვისტომი ჰოლდინგი მედია თვისტომი, ხო? თვისტომი მედია დამფუძნებელი და იდეის ავტორი. მოკლედ, ნიკა, ვისაუბროთ იმიტომ რომ ამ ჰოლდინგის ნაწილია ეს გადაცემა, სადაც ახლა თქვენ მასპინძელი ხართ და დღეს ჩემი სტუმარი. ვისაუბროთ ამ ჰოლდინგის მიზნებზე, პროექტის სამომავლო გეგმებზე და რა ხდება და რას ვაკეთებთ აქ მოკლედ აი ამ. Შემიძლია თავამად თქვა და სიამაყრით რომ ჩვენმა გუნდმა მოახერხა ის რაც მრავალი წელია სჭირდებოდა და სჭირდება ქართულ ემიგრაციას, ზოგადად ქართულ დიასპორას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს არის მედია საშუალებები, მედია არხების ჩამოყალიბება, რაც საშუალებას მოგცემს ვეურთიერთოთ ერთმანეთს და გაცილებით უფრო მეტი წვდომა გქონდეს ინფორმაციასთან, რომელიც სჭირდება ემიგრანტს. თავისთავად უზარმაზარ საქმეს აკეთებს სოციალური მედია, ძალიან დიდ საქმეს აკეთებს ყველა ის ქართული ჯგუფები და ადმინები და ის გუნდი, რომელიც უძღვება ქართულ სოციალურ ქსელს, ეს აქამდე იყო პრინციპში ერთადერთი, ასე ვთქვათ, ინფორმაციის მიღების საშუალება და მიხარია ის, რომ ჩვენ ესეთი მეგობრობთ და თანამშრომლობთ და აი ამ ყველაფერს, ამ თანამშრომლობას დაემატა სამი ახალი არხი, საინფორმაციო სივრცე, რომელიც ფაქტიურად გააერთიანებს ქართულ ემიგრაციას, ეს არის რადიო, თვისტომი რადიო, ეს არის ტელევიზია, თვისტომი TV და ასევე ახლად შექმნილი პრომოუტერული კომპანია, პრომო, რომელიც არის ალბათ პირველი თავის, ასე ვთქვათ, დანიშნულებით, პრომოუტერული ქართული კომპანია, რომელიც დაკავებული იქნება ქართული აქტივობის, ქართული ბიზნესების გაშუქებით, მათი რეკლამირებით და ზოგადად ქართულ ემიგრაციაში სარეკლამო ბაზის, ასე ვთქვათ, ბაზრის უпростоრად შექმნით, რაც მართლაც ძალიან საჭიროა, ვინაიდან ძალიან ბევრი ქართული ახალი ბიზნესი ჩამოყალიბდა, შეიქმნა და მათ ყველა შეიძლება ბიზნეს ასოციაციის თაობაზეც მინდა მეკითხა, ვიცი რომ ეს პროექტი დაიწყო. კი ბატონო. და ვისაუბროთ აი ძალიან საინტერესო პროექტი არის, ესეც ვთვლი რომ ძალიან დროულად შეიქმნა, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ გუნდთან ერთად ქართულ-ამერიკული ბიზნეს ასოციაცია, რომლის მთავარი მიზანია ადგილობრივი ამერიკული ქართული ბიზნესების განვითარების ხელშეწყობა, ნეტვორკინგი, ასე ვთქვათ, დაკავშირება, ლობიზმი მათი ბიზნესის და ასევე ქართული ბიზნესების შემოყვანა საქართველოსთან ამერიკულ ბაზარზე. ჩვენ გვაქვს გარკვეული რესურსები, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ცოდნა, გამოცდილება, ასევე სარეკლამო, სამარკეტინგო საშუალებები, რომელიც ხელშეუწყობს ქართულ ბიზნესებს საქართველოსთან თავისი სერვისები და თავისი პროდუქცია შემოიტანონ ამერიკულ ბაზარზე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ასე ვთქვათ, გავრცელდეს ეს ყველაფერი ქართულ ემიგრაციაზე, რომელიც უკვე 5 ჯერ გაზრდილია და შესაბამისად მოთხოვნაც და შეწყვილ უნარიანობაც გაზრდილია. შემდგომ რუსულენოვანი ბაზარი, რომელიც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ არის 10 ჯერ მეტი თუ მეტი არა ქართულ ბაზარზე და ეს არის ის კატეგორია, რომელიც იცის ქართული კულტურა, იცის საქართველოს, უყვარს ქართული კულინარია, ქართული კულტურა ზოგადად და ახლოს არის ჩვენთან და შესაბამისად ის პროდუქცია, რომელიც წლებია, თქვათ, მათთვის ცნობილია, ეს მათთვის მისაწვდომი იქნება ამ შემთხვევაში გაცილებით მარტივად, ვიდრე თქვათ ამერიკელისათვის, რომელთვისაც შეიძლება საქართველოს არ არის კი იცოდეს. ანუ ეს ორგანიზაცია ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, ქართული ბიზნესების პოპულარიზაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხო? რა თქმა უნდა. და რომელიც და გარდა ამისა, ანუ რაღაც ინვესტიციების მოზიდვა ალბათ არის, ესე ვთქვათ, ნაწილი რაღაც პროექტი საქართველოში, ვთქვათ, რაიმე ინვესტიციების ჩატანა ამერიკის შეერთებულ შტატებიდან, ანუ შეიძლება იყოს გეგმა ამ ორგანიზაციის საქმიანობის. რა თქმა უნდა, იმისათვის რომ ინვესტიცია ჩაიტანოს საქართველოში, შენ თვითონ უნდა გაძლიერდე ფინანსურად. სწორედ ერთ-ერთი ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის, რომ ქართული სათვისტომო გაძლიერდეს არა მარტო ჯანმრთელობის მხრივ, არამედ ფინანსურადაც დადგეს ფეხზე და ქონდეს საშუალება დღეს ვაკეთებს გარკვეულად ვთქვათ, იმ ინვესტიციას 10 ჯერ მეტი ინვესტიცია გააკეთოს იმ შემთხვევაში, თუ გაძლიერდება და გაიზრდება. შესაბამისად, მისი გაძლიერების და გაზრდის, ასე ვთქვათ, ფინანსური სტაბილურობის ინტერესი არა მარტო ემიგრაციას უნდა ქონდეს, არამედ უნდა ქონდეს საქართველოს სახელმწიფოსაც, რომ თავისთავად ჩვენ თანამშრომლობით უფრო მეტი რამ შეიძლება გაუკეთოს შენს ქვეყანას, თუ ფინანსურად უფრო ძლიერი იქნება. ამიტომ ეს ასოციაცია მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და დროული იყო ამის შექმნა ჩვენ მეგობრებთან ერთად.
გვეგმოთ რამოდენიმე ძალიან საინტერესო პროექტს, მათ შორის ერთ-ერთი პროექტი იქნება ქართული დასახლების გაკეთება, შექმნა. ემიგრანტებს სხვა ჩაიყო და დაასახლეთ. არა საქართველოში, მე ვიზახი აქ, ქართული დასახლების შექმნა, ჩვენ ამაზე უკვე მუშაობ დიდი ხანია. ძველ ემიგრანტებს ახსოვთ ალბათ ალავერდი, ესეთი ქართული დასახლება აპსტეიტში და გვინდა რომ სწორედ რომელიც სამწუხაროდ დიდი ხანი აღარ გვაქვს, მაგრამ ქართული უბანი რაღაც. კი, ეს იქნება ნიუ-იორკიდან სულ საათნახევარი 2 საათის მანძილზე, სადაც ქართულებს ექნებათ საშუალება ოჯახებითაც და წყვილებით წავიდნენ და დაისვენონ და ერთმანეთს შეხვდნენ და ერთმანეთ ბავშვებმა ერთმანეთი გაიცნონ. და ერთ-ერთი საინტერესო პროექტი აქვს. და არა მარტო ეს თავისთავად ბაზრის გახსნაზეა საუბარი და გვინდა რომ მაქსიმალურად ქართულ მიმართო ასევე ქართულ ბიზნესებს, ქართულ ბიზნესებს საქართველოსდან, იგივე დეველოპერებულ კომპანიებს, იგივე საბანკო პროდუქტების შექმნილ ბანკებს თავისთავად, იგივე კლინიკებს, სამედიცინო კლინიკებს, რომ მაქსიმალური უკვე იცოდნენ, რომ დღეს არსებობს მაქსიმალურად ქართულ ბაზარზე ქართული წარმოების ან პროდუქციის ან სერვისის რეკლამირებისა და მარკეტინგის საშუალებები, რომ გავაგებინოთ მაქსიმალურად ბევრს. ძალიან კარგი. ნიკა, ბოლო სამომავლო გეგმებზე, ახლო სამომავლო გეგმებში რა შედის ახლა თქვენი ორგანიზაციის, თქვენი საქმიანობის და რას უნდა ელოდოს, თქვათ, ჩვენი ტელემაყურებელი ამ ახალი სატელევიზიო ეთერებიდან და ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება დგას სადარაჯოზე ქართველი ემიგრანტების არა მარტო ჯანმრთელობის, მაგრამ სოციალური და ნებისმიერი კუთხით დაცვის საქმეში. მოკლედ რომ გამიკეთოთ ესეთი სამომავლო. მოკლედ მთავარ ფუნქციას რომ დაუბრუნდეთ, ჩვენ დღეს მიგვაჩნია იქიდან გამომდინარე როგორ შეიცვალა ქართული ემიგრაცია და როგორ გაიზარდა, უფრო მეტად გააქტიურდეს თვისტომი, გააქტიურდეს მისი სერვისები. საკმაოდ ბევრმა ემიგრანტმა არ იცის ეს ორგანიზაცია, ახალ ჩამოსულმა ემიგრანტებმა, ჩვენ არ ვიყავით დაკავებული წლების განმავლობაში ჩვენი PR-ით, ასე ვთქვათ, რატომღაც ასეთი გადაწყვეტილება ჰქონდა ვაკეთებდით ჩვენ საქმეს ისე როგორც შეგვეძლოდა მაქსიმალურად, თუმცა PR-ი არ გაკეთებულა და მე ვთვლი რომ რაღაც მომენტში შეცდომაც იყო და ალბათ ჩვენ გამოვასწორებთ ამას მაქსიმალურად მინდა რომ გავაცნოთ ჩვენი ორგანიზაციის შესახებ ქართულ ემიგრანტებს, ჩვენი თავი, ჩვენი გუნდი, ჩვენი მეგობრები, ჩვენი ჯგუფები და აი ეს სამსახურები და სერვისები რომელიც გაგვაჩნია და რომელიც განვითარებასაც ჩვენ ვაპირებთ. ერთ-ერთი მიმართულება იქნება აუცილებლად საზოგადოებრივი პოლიტიკური აქტივობა ქართული ემიგრაციის, ვინაიდან ამასაც ვიტყვი რომ წლების განმავლობაში სამწუხაროდ ქართული ემიგრაცია არის მაყურებელი იმ პროცესებისა, რაც ხდება არა მარტო საქართველოში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და მოღვაწეობთ. არ გვაქვს იმისი, თქვა საშუალება არ მოგცემია და სრული არ იყო აქამდე რომ ჩვენ რაღაცნაირად ჩავთვლიყავით აი ამ პროცესებში. მაგრამ დღეს უკვე მომწიფდა ეს სიტუაცია, იმდენად ბევრი ვართ მამუკა დღეს რომ ჩვენ რეალურად გაგვაჩინა ის ძალა რომ გარკვეული ჩვენი ასე ვთქვათ წვლილი და შენატანი გავაკეთოთ ამერიკაში მიმდინარე პროცესებში, განსაკუთრებით ნიუ-იორკში, ქალაქის დონეზე, შტატის დონეზეც გვაქვს სპეციალური გეგმა შემუშავებული ამისთვის, ყველას შემიძლია მივმართო და ვთხოვო რომ ვისაც ექნება ინტერესი რომ ჩაერთოს აი ამ ადგილობრივ ასე ვთქვათ საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესებშიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქართული დიასპორის დაცვისათვის და ზოგადად დაცულობისთვის და სტაბილურობისთვის. ჩვენ გვაქვს ეს გეგმა, ცოტა ხანში ძალიან მალე გვეგმავთ ახლა ახალი ორგანიზაციის ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის პრეზენტაციას, სადაც იქნებიან ჩვენი მეგობრები და დაესწრებიან ქალაქის, შტატის, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსებიც იქნება ჩართული და ამ ორგანიზაციის მეშვეობით, ამ NGO-ს მეშვეობით ვფიქრობ, რომ ჩვენ მოგვეცემა საშუალება, რომ მაქსიმალურად მივიღოთ მონაწილეობა ამერიკულ არჩევნებში და პოლიტიკურ პროცესებში და ჩვენ ეს გაგვაჩნია. აქვე მინდა კიდევ ერთი პროექტის შესახებ მოგახსენოთ, ეს არის Start New Life, ახალი ორგანიზაცია, NGO, რომელიც განკუთვნილია იმ ადამიანებისათვის, ვისაც პრობლემა აქვს ალკოჰოლიზმთან და ნარკოდამოკიდებულებასთან. ეს არის სპეციალური სამსახური, რომელიც ფაქტობრივად ეხმარება ქართულ ემიგრანტებს სხვადასხვა სერვისების მიღებაში, დაკვალიანებაში, დეტოქსის პროცესის ახორციელებაში და ასევე რეაბილიტაციის ჩატარებაში. ჩვენ გვაქვს ჩვენი
კავშირები, ჩვენი კონტაქტები ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან, ცენტრებთან, სადაც ვაკვალიერებთ ქართველ ემიგრანტებს, ვისაც ეს პრობლემები აწუხებთ და რა თქმა უნდა პირველ რიგში ვაკეთებთ ის სკრინინგს, რომელიც მათ სჭირდება, თუმცა ჩვენ სჭირდება რომ გავერკვიოთ, ანუ რასთან გვაქვს საქმე რეალურად, რა პრობლემასთან და აქედან გამომდინარე ყველას მინდა მიმართო შესაბამისად ქართველ ემიგრანტებს ან ემიგრანტების ოჯახის წევრებს, რომ ამ შემთხვევაში დაგვიკავშირდნენ პირდაპირ ჩვენ ორგანიზაციას Start New Lives, რა თქმა უნდა შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ როგორც Facebook-ის გვერდით, ასევე ვებსაიტით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ startnewlife.org ან დაგვირეკოთ ტელეფონის ნომრებზე, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პროგრამები, ასევე სპეციალური, ასე ვთქვათ, მედიკამენტები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, რომ დავადგინოთ არის თუ არა მოხმარებად ნივთიერებაში მომაკვდინებელი დოზა ფენტანილის და სხვა ნივთიერებების, რომლებიც არის სწორედ მიზეზი მომატებული და გაზრდილი სიკვდილიანობის ჩვენს დიასპორაში. არა მარტო ეს საშუალება, სხვა საშუალებებიც გვაქვს, ასევე გვაქვს ნალოქსონის პროგრამა, რომელიც ასევე უფასოდ ბრიგდება და მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ თუ აქვს იმის ანალოგიური პრობლემა, კიდევ ერთხელ დაგვიკავშირდეს ჩვენ გუნდს, ჩვენ ჯგუფს Start New Lives და მიიღოთ ეს სერვისები. MedLife Logistics ეს თავარი დანიშნულება სწორედ ის არის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ კონტროლზე ავიყვანოთ ქართველი ემიგრანტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვინაიდან საკმაოდ ბევრია ჩვენი თანამემამულე, ვისაც აწუხებს ქრონიკული დაავადებები. თავარი იდეა ამ ორგანიზაციის არის იმაში, რომ ჩვენ სწორედ ვაკეთებთ კატეგორიზაციას ჩვენი პაციენტების, ასე ვთქვათ, დაბალი საშუალო და მაღალი რისკის პაციენტებად ვანაწილებთ, იმის დამიხევით თუ ვის რა, ასე ვთქვათ, სტატუსი მიენიჭება იმ გამოკვლევების შემდეგ, რაც ჩვენთან ჩაიტარებს, რასაც სკრინინგი ქვია. რა თქმა უნდა, ამ სკრინინგში ეს ყველაფერში შედის ტრიაჟის მომენტიც, ზოგადად ანამნეზის აღებაც და ჩართულები არიან ჩვენი სამედიცინო ჯგუფის წევრები, ქართველი ექიმები, ჩვენი პარტნიორები, არა მარტო ქართველი ექიმები, სხვათა შორის და პლუს ამასთან მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სწორედ ვაკეთებთ ისეთ, ასე ვთქვათ, ქართულ სამედიცინო ქსელს, ასე ვთქვათ, medical networks, სადაც გაერთიანებული იქნებიან ქართული და არა მხოლოდ ქართული მედიკოსები, ვისთანაც ჩვენ გვექნება ურთიერთობა, რა თქმა უნდა, დობაზე და ხარისხზე დამყარებული და სადაც დავაკვალინებთ ჩვენს кейს პაციენტებს. კიდევ ერთხელ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ კონტროლზე ავიყვანოთ სწორედ ისეთი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც განეკუთვნებიან მაღალი რისკის პაციენტებს. შესაბამისად, ეს სწორედ ის სერვისია, რომელსაც ჩვენ ვთვლით, რომ ძალიან ჭირდება ჩვენს თანამემამულეებს და დღეიდან უკვე, რა თქმა უნდა, ამის საშუალება ეძლევა ყველას. მობრძანდით, დაგვიკავშირდით, გაწევრიანდით აი ამ ორგანიზაციაში, მიიღეთ ჩვენი სერვისები, გახდით წევრები და იცოდეთ თუ რა სტატუსში გაქვთ ჯანმრთელობა და იმის მიხედვით თუ როგორია სტატუსი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად გავაკონტროლოთ და მონიტორინგი გაგიწიოთ ამ სფეროში ჯანმრთელობის სტატუსის დადგენაში და შენარჩუნებაში. მე მინდა მიმართო ჩვენს მაყურებლებს, რომ ეს ორგანიზაცია არის სწორედ შექმნილი იმისათვის, რომ მაქსიმალურად კონტროლზე ავიყვანოთ ის მძიმე кейსები, რთული кейსები, რომელიც საკმაოდ ფართოდ ხდება დღეს ჩვენს ემიგრაციაში, ეს არის მაღალი რისკის პაციენტების კონტროლზე და მონიტორინგზე აყვანა. ეს შესაძლებელია მოხდეს როგორც ისახენ remotely, ანუ დისტანციურად, მას ვისაც არ შეუძლია გამოსვლა, თქვა სამსახურიდან, ჩვენ შევძლებთ, რომ მათი ქრონიკული დაავადებების კონტროლება მოვახდინოთ იმ ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების და სამსახურების მეშვეობით, რომლებიც დისტანციურად აკეთებენ ჯანდაცვის, ასე ვთქვათ, აი ამ სერვის მონიტორინგს სხვადასხვა კომპონენტების, რომელიც განაპირობებს სწორედ აი ამ სტატუსს. ეს არის შაქარი, წნევა, წონა და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს ძალზედ მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, სერვისია, რომელიც აქამდე არ არსებობდა და ვთვლით, რომ საკმაოდ დროულია და მინდა ყველას მიმართო, რომ მაქსიმალურად მათთვისაც სჭირდებათ დააყვანონ და გაწევრიანდნენ ამ ორგანიზაციაში და ჩვენს მოგეცემა საშუალება, რომ მათი ჯანდაცვის მდგომარეობა, ესე იგი, კონტროლზე ავიყვანოთ. რომ არ მოხდეს გართულება და საკმაოდ ხშირია სამწუხაროდ იმის და გამო, რომ
არასათანადო ყურადღება ექცევა ჩვენი ემიგრანტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, თავად პაციენტის მხრიდან და ზოგადად სამედიცინო სისტემის მხრიდან. სერვისებში რა თქმა უნდა შედის აპოინტმენტის დანიშნა, თვითონ მარტივი თემაა, მაგრამ ამასობაში საკმაოდ რთულია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე არსაუბრობს ინგლისურად, ასევე არსაუბრობს რუსულად და ჩვენ არაერთხელ დაგვჭირვებია თანამედროვეობითი ფუნქციის შესრულება სამედიცინო დაწესებულებასა და ჩვენ პაციენტს შორის, ჩვენს თანამემამულეს შორის, არა მარტო ტელეფონით, ასევე ფიზიკურად მიყოლითაც და ასე შემდეგ. ასე რომ ეს სერვისი საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საკმაოდ დიდ დროს იკავებს დღეს უკვე სამედიცინო კლინიკებში მოხვედრა და სპეციალისტებთან აპოინტმენტის დანიშნა. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ისეთ კლინიკებთან, რომლებთანაც მოხვედრა ძალიან ჩქარა ხდება, ასევე გამოკვლევები ძალიან სწრაფად ტარდება, ასევე დანიშნულების მიცემაც საკმაოდ სწრაფად ხდება, მეორე, მესამე დღესვე უკვე მედიკამენტი პაციენტს აქვს, ასე რომ ვთვლი რომ ეს სერვისი ჩვენი მხრიდან საკმაოდ დროული და მნიშვნელოვანია ყველასათვის, ვისაც გარკვეულწილად სამედიცინო პრობლემა გააჩნია. მე მადლობი და გადავუხადო ჩვენი ჯგუფი, ჩვენი გუნდის წევრებს, განსაკუთრებით ქალბატონ ნათია ფურცხვანიძეს, რომელიც თავდაუზოგავად არის მართლაც მოწადინებული და მოწოდებული იმისათვის, რომ მაქსიმალური გააკეთოს ჩვენი თანამემამულეებისათვის, ეს იქნება ოფისში მომსახურება, ჩვენთან აქ ძალიან ბევრი პაციენტი მოდის და ასევე სახლზე მომსახურება, რასაც ქალბატონი ნათია აკეთებს მათთვის, ვისაც არ აქვს საშუალება გამოვიდეს ხშირად და გამოვიდეს სამსახურიდან და თქვათ გაიკეთოს ის პროცედურები, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ასევე მიხარია, რომ ჩვენ გუნდში ჩამოვერთა ქალბატონი თამუნა ხვინგია, ასევე მედიკოსი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს, ასევე кейს მენეჯმენტში და ვთვლი რომ საინტერესო გუნდი ყალიბდება ნელ-ნელა და ეს გუნდი სწორედ აიღებს ვალდებულებას თავის თავზე, რომ სწორად ორგანიზებული სამენეჯმენტო მუშაობით გავაკონტროლებთ და კონტროლზე ავიყვანთ აი რთულ, ასე ვთქვათ, რთულ кейსებს, რომლებიც საკმაოდ მომრავლდა დღეს ჩვენს სათვისტომოში. საპრომოუტერო კომპანიას პრომოპრიმოს ასევე გააჩნია საკმაოდ საინტერესო სერვისი. ეს არის 15,000-ზე მეტი ქართველი ემიგრანტის საკონტაქტო მონაცემები, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდებოდა ჩვენი ორგანიზაციის მიერ და ჩვენ გვაქვს საშუალება უშუალოდ, როგორც ეძახიან, direct marketing-ის ტარგეტირებული მარკეტინგის სახით, უშუალოდ მობილურ ტელეფონზე შევატყობინოთ ნებისმიერი ინფორმაცია, თქვენ მიიღებთ, თუ გამოიწერთ ჩვენ სამსახურს, მიიღებთ ყველა ინფორმაციას, თუ რა ხდება ქართულ ემიგრაციაში, რა სიახლეებია, რა სერვისებია, რა ღონისძიებები ტარდება, რა შეხვედრებია დანიშნული და რა ახალი ბიზნესები გაიხსნა და რა ახალი შემოთავაზებები არსებობს ზოგადად ჩვენს დიასპორაში. მიიღებთ ქართულ ენაზე ბმულს, რასაც გადახვალთ და გექნებათ საშუალება უკვე ეგრეთ წოდებულ ლენდინგ პეიჯის მეშვეობით მიიღოთ უფრო ვრცელი ინფორმაცია და მე უკვე აი ამ ლენდინგ პეიჯიდან გადახვიდეთ ნებისმიერ იმ ვებ გვერდზე, რომელიც უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით. ეს სამსახური არის არა მხოლოდ საინფორმაციო მომსახურებისათვის, არამედ ყველა იმ ბიზნესისათვის, ვისაც უნდა გაიკეთოს რეკლამა და გაავრცელოს ინფორმაცია თავის შესახებ ქართულ ემიგრაციაში. ასე რომ საკმაოდ საინტერესო და ესეთი ეფექტური პლატფორმა არის, რაც საშუალებას გვაძლევს ერთ დღეში მაგალითად დაუკავშირდეთ და მივაწოდოთ ინფორმაციას, ასე ვთქვათ, გზავნილი მესიჯი გავაგებინოთ ჩვენს ათასობით ქართულ ემიგრანტს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ალბათ უნიკალური საშუალება არის ყველასათვის, არა მარტო ახალი ამბის გამომწერებისათვის, არამედ ბიზნეს ინფორმაციის გავრცელების მიზნით, იმ სერვისებისა და იმ პროდუქციის გავრცელების მიზნით, რომელიც უკვე საკმაოდ გაიზარდა ჩვენს, გააქტიურდა ჩვენს ქართულ ემიგრაციაში, საკმაოდ ბევრი ბიზნესი გაიხსნა ახალი და ვთვლი რომ სწორედ ახალგაზრდილი ბიზნესებისათვის აქ ამერიკაში და ასევე საქართველოსთან დაინტერესებული, ასე ვთქვათ, ბიზნესებისათვის საკმაოდ საინტერესო იქნება თვითონ აი ეს ჩვენი ახალი შეთევაზება SMS მესიჯების დაგზავნა ათასობით ქართული ემიგრანტისათვის. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო არის თვითონ რადიო სტრიმინგის ასე ვთქვათ საშუალება, რაც გაგვაჩნია 24 საათიანი მაუწყებლობა თვისტომი რადიო თვისტომი
24 საათის განმავლობაში მაუწყებლობს, ეს არის ინტერნეტული მაუწყებლობა თავისთავად, ასე რომ არ არის შეზღუდული ტერიტორიით ნებისმიერ ემიგრანტს, ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც კი არსებობს ინტერნეტის შეუძლია მოისმინოს ჩვენი რადიო და ჩვენი ინფორმაციები, ჩვენ გვაქვს სპეციალური ეპი მობილური ტელეფონისათვის, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ორივე მაღაზიიდან და იქონიოთ თან ყველგან სამსახურში, სახლში, მანქანაში რადიო თვისტომის გადაცემები და ინფორმაციები. ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ასევე გვაქვს არა მარტო YouTube არხი თვისტომი TV-ს ტელევიზიის, არამედ და Facebook-ზე ტრანსლირების, არამედ სპეციალური ჩვენივე მობილური ეპი, რომელიც ასევე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ Apple-ისა და Android-ის მაღაზიებიდან და პირდაპირ ეთერში გვიყუროთ ჩვენ გადაცემებს, მიიღოთ ინფორმაცია იმ სიახლეებზე, ახალ ამბებზე, რომელიც სათვისტომოში ხდება. ასევე იგივე ეპით შეგიძლიათ უყუროთ ქართულ ტელევიზიებს, ასევე პირდაპირ ეთერში ერთი მთლიანი, ასე ვთქვათ, მობილური ეპის მეშვეობით. ყველას მოგიწოდებთ, რომ ორივე ჩამოტვირთოთ რადიო თვისტომი და თვისტომი TV-ც. ორივე, როგორც გითხარით, Apple-სა და Android-ის მაღაზიაში შეგიძლიათ ნახოთ და ჩამოიტვირთოთ. ასევე თქვენს ნებართვით მინდა მიმართო ყველა იმ ახალ ქართულ ბიზნესს და წამოწყებას, ვინც თulis რომ ჭირდება რეკლამირება ქართულ ბაზარზე, ქართულ დიასპორაში, ჩვენ პრომოპრიმოს ახალ კომპანიას გააჩნია ყველანაირი, ასე ვთქვათ, საინფორმაციო და სარეკლამო საშუალებები, სარეკლამო ასე როგორც არა მარტო მაუწყებლობის, არამედ დამზადების საშუალებები, გვაქვს აუთსორსინგის სამსახური, გვაქვს ადგილობრივი სპეციალისტებთან წვდომა, ვინც ჩვენ გუნდში არიან, ასე რომ საკმაოდ ესეთი კომპლექსური მომსახურება შეგვიძლია გაუწიოთ იმ ბიზნესებს და იმ ახალ წამოწყებებს, რომლებიც დღეს უკვე ასე მომრავლდა ქართულ დიასპორაში, ასე რომ თუ ვინმეს სჭირდება და თulis რომ უნდა მიიღოს სარეკლამო მომსახურება ქართულ ბაზარზე ამ ეტაპზე, პრომოპრიმო სწორედ ის ორგანიზაცია, რომელიც თქვენ გჭირდებათ. პლუს ამისა, ჩვენ გვაქვს სპეციალური მოლაპარაკებები და შეთანხმებები რუსულენოვან საინფორმაციო საშუალებებზე, რადიოებზე, ტელევიზიაზე, რომლებიც საკმაოდ ეფექტურად მუშაობენ დღეს ამ ბაზარზე და თუ ვინმეს სჭირდება გაფართოება თავის სერვისების და პროდუქციის ბაზრის, სწორედ ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც ამაში ძალიან ეფექტურად დაგეხმარებათ. კომპანიას გააჩნია საკუთარი ვებგვერდი, ეს არის promoprimo.com, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ ყველა ინფორმაცია ამ ორგანიზაციის შესახებ და იმ სერვისების შესახებ, რომელსაც ჩვენ თავაზობთ ჩვენს ახალ და არა მარტო ახალ ბიზნესმენებს და წამოწყებებს. ახალი ამბების სააგენტო ambebi.news არის სწორედ ის ორგანიზაცია, რომელიც თავის თავზე აიღებს ემიგრაციაში ახალი ამბების შეგროვების, მოძიების, მოპოვების, დამუშავების და შემდგომ მისი მიზნობრივი გავრცელების არხებს და ამუშავებს, შესაბამისად ნებისმიერს პიროვნება იქნება ეს თუ ორგანიზაცია იქნება თუ ბიზნესი იქნება, მიცემა საშუალება გაავრცელოს მის შესახებ თავის საკუთარი აქტივობების შესახებ ინფორმაცია როგორც ემიგრაციაში, ასევე საქართველოში, სადაც ჩვენ გვყავს ჩვენი პარტნიორული საინფორმაციო სააგენტოები და მათთან თანამშრომლობით შევძლებთ ნებისმიერი ინფორმაცია გავავრცელოთ არა მხოლოდ აქ, არამედ ჩვენ სამშობლოში სხვადასხვა არხებით. თვლი რომ სწორი და დაბალანსებული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ყველასათვის, არა მარტო ემიგრაციაში, არამედ საქართველოშიც და სწორედ ეს ახალი ჩვენი საინფორმაციო საშუალება თვისტომი მედია ცენტრი იქნება ის ორგანიზაცია, ის საინფორმაციო საშუალება, რომელიც შესთავაზებს თავის მაყურებელს და მსმენელს დაბალანსებულს, არა მიკერძოებულ ინფორმაციას, რომელიც ასე ჭირდება ჩვენს საზოგადოებას დღეს. მინდა მოუწოდო ასევე ყველას, ყველა ემიგრანტს, ვის დღეს ემიგრაციაში არის, ჩაერთოს აი ამ წამოწყებაში, შემოგვერთეს ჩვენ გუნდს, ეს არ არის აუცილებელი ფიზიკური ყოფნა აქ, ჩვენ გვყავს ჩვენი წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე არაჩვეულებრივი გუნდი და ჯგუფი თბილისში, რომელიც მუშაობს ეთერზეც და ასევე იმ პროდუქციაზე, რომელიც
იქნება თვითონ მედიაში და ასევე გვინდა შევთავაზოთ ყველას, ვისაც აქვს ინტერესი ჩაერთოს ახალ წამოწყებაში და იყოს ნაწილი ამ ისტორიისა, ასე ვთქვათ, ემიგრაციაში ახალი დამოუკიდებელი საინფორმაციო 24 საათიანი მაუწყებლის შექმნის თანამონაწილე. თუმცა ეს არის ისტორიული პროცესი და ალბათ მონაწილეობა ამ პროცესში საკმაოდ საინტერესო იქნება ყველასათვის, ვინც დაინტერესებულია მედიით. მინდა მოუწოდო ყველა მედიის თანამშრომელს, სპეციალისტს, პროფესიონალს, ვისაც აქვს სურვილი, რომ რაღაცნაირად თავისი გამოცდილება, თავისი ნიჭი, თავისი პროფესიონალიზმი დაიხარჯოს აი ამ პროცესში და შემოგვიერთეს გუნდში და ერთად შევქმნათ ახალი დამოუკიდებელი ქართული მედია ემიგრაციაში. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია აი ამ ჩვენს ერთობლივ პროექტებში. ეს არის სხვადასხვა მიმართულების და ინტერესების მქონე ადამიანები, პროფესიის მქონე ადამიანები, რომლებიც ქმნიან და ერთობლივად ქმნით აი ამ ახალ ისტორიას, წერთ ასე ვთქვათ ემიგრაციაში ახალ ისტორიას, აი ამ ახალი პროექტებით, რომელიც თვლი რომ კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და გააერთიანებს ქართულ ემიგრაციას და მოგცემს საშუალებას, რომ უფრო მეტად დავეხმაროთ ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ახლობლებს, ჩვენ მეგობრებს, ჩვენს დიასპორას და რა თქმა უნდა ჩვენს ისტორიულ სამშობლოს, ვინაიდან რამდენად უფრო მეტად ძლიერია ემიგრაცია, მით მეტად უფრო ძლიერია საქართველოც. თავისთავად მივესალმები ყველა ემიგრანტს, ვინც თulis რომ დღეს უკვე დადგა დრო გააქტიურების, ვინაიდან ჩვენ წლებია ვართ მაყურებლები იმ პროცესების, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ადგილსაყოფელ ქვეყნებში, სადაც ვართ და აი ამ სტატუსიდან, მაყურებლის სტატუსიდან ვთვლი რომ უკვე დრო არის გადავიდეთ თანამონაწილის სტატუსზე, გავხდეთ სწორედ იმ მოვლენების, სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების თანამონაწილე და მოზიარე, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ვინაიდან ამითი ჩვენ განვაპირობებთ ჩვენ სტაბილურ და უსაფრთხო განვითარებას, სადაც ვართ და ყოფას იმ ქვეყნებში და ასევე მოგვაქვს საშუალება უფრო მეტად დავეხმაროთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ქვეყანას აი ამ სწრაფ და უსაფრთხო განვითარებაში. მოკლედ, დიკა ბატონო, მინდა რომ მადლობა გითხრათ, რომ იღებდით ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. ჩვენ ბევრი თემებზე შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ ეს საერთოდ რომ ამ ეტაპზე ესე დავასრულოთ, ჩვენ კვლავ გემასპინძლებს და იქნებით ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოკლედ, შემოძვირფასო ტელემაყურებელო, მე კი მომავალ ორშაბათამდე გემშვიდობებით. გადაცემის სტუმარი იყო ნიკოლოზ ჩხეიძე. ნახვამდის.